თემები იგივეა, დავიწყოთ ხელისუფლებით და ხელისუფლების მოქმედებებით. ეს კითხვა მე რამდენჯერმე დავსვი, რაც ახსენა არჩევმა Facebook-ზე დავწერე, რომ ამ გრანტების გამოყენებით ფაქტობრივად არასწორ ორგანიზაციებს აქრობ, ხო, რომელიც შენ არ მოგწონს და რაღაც ჭირდებოდა და 2 წელი რო გვაწვალეს ამ ასე ვთქვათ, ორჯერ რუსული კანონის მიიღეს, მერე მესამე ფარა მიიღეს და ხა აღმოჩნდა რაღაც მარტივი ჩანაწერით, რაც უნდა იმის გაკეთება შეეძლო. არ ვიცი, ამაში რა ლოგიკურ ახსნას ხედავ შენ და რატომ მივიდნენ აქამდე დღეს უკვე როგორ გონია? საერთოდ ძალიან უყვართ რიგ პოლიტიკის მეცნიერებს პროცესების შედარება გასტრონომიულ მოვლენებთან. და რაღაცა ის სენდვიჩის სტრატეგიას ეძახიან და პიცა კოალიციას და ასე შემდეგ. და არის ესეთი შეხედულება, რომ ავტორიტარიზმი ყარდება ისევე როგორც ძեղს ვჭრით ხოლმე. ჯერ ერთი ნაჭერი, მერე მეორე ნაჭერი, მესამე და ასე შემდეგ. ერთბაშად ავტორიტარიზმი არ მყარდება. ამ სიტუაციაში ახლა ის კანონი ხო თავიდანვე არასამთავრობო წესის წინააღმდეგ იყო. კი ბატონო, მაგრამ ცადეს ეგებ გაგვივიდეს ეს მარტივი ჩანაწერი თუმცა ეს არის უკვე ღია ავტორიტარიზმი პირდაპირ. აი ესე იგი საკონტროლო ტყვიას რო გესვრის და თავიდან სცადეს რომ ეგებ გაგვივიდეს რაღაცა შეფარული რაღაცა თავიდანვე ხო გვეუბნებოდნენ რომ ჩვენ გვინდა ეს კანონი გამჭვირვალობისთვის გვინდა უბრალოდ მარტივი პროცედურა დავამატოთ კანონს და აი ამითი შევიტანოთ მეტი სიცხადე პროცესში. სინამდვილეში მათ უნდათ რომ დაეტოვებინათ მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომელთაც გააკონტროლებდნენ და ვისაც ვერ აკონტროლებდნენ, ისინი გამქრალიყვნენ. ამას პირდაპირ ვერ ამბობდნენ და ნელ-ნელა ზეხვის სტრატეგიით შემოგვაპარეს და დაგვაჭრეს, ასე ვთქვათ, თავზე ეს მთელი სისტემა. და დღეს ჩვენ ცხოვრობთ აი ავტორიტარიზმში, უკვე პირდაპირ. აი აქ მე წავიკითხე თქვენ გადაცემას ქვემოთ ეწერა რომ საით მიყავს ქვეყანა ქართულ ოცნებას. აღარსად აღარ მიყავს ქართულმა ოცნება უკვე მიიყვანა ქვეყანა ავტორიტარიზმში. ხედავთ ჩვენ არჩევნებს საერთოდ ტოტალიტარიზმის ტოტალიტარიზმი ცოტა ისეთი ტერმინია სერიოზული და ამ ტოტალიტარიზმს მეტი ძალა ჭირდება, მეტი იდეა ჭირდება, მეტი ხედვა ჭირდება. ეხლა ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ რომ ბოლშევიკები საშინელი ხალხი იყვნენ, თქვა ორჯონიკიძე შეეცდო რომ იმ ტანკში ჩამჯდარი იყო, რომელსაც ბომბს ესროდნენ, რათა აი ამ ტანკის ის შეემოწმებინა. მედეგობა, აი ესეთი თავგადებული იყო იმ რაღაცა ბოლშევიკური იდეების მიმართ და ის ამოძრავებდა ცუდი გაგებით, მაგრამ იდეალიზმი ამოძრავებდა. ამათ ეს არა აქვთ. ამათ ესენი ფიქრობენ მარტო იმაზე, როგორ შეინარჩუნონ თავიანთი ფული, თავიანთი ძალაუფლება, როგორ გადაუფორმონ ტყე საკუთარ ნათესავებს, როგორ ჩაიგდოს ხელში რომელიმე მდინარის ხეობა, როგორ მოიგოს სასამართლო პროცესი, როცა ბიზნეს დავა ექნებათ. ამათ დიდი იდეები არ აქვს და მოსაყოლი არაფერი არ აქვს მომავლის შესახებ. საით მივდივართ ამის შესახებ ვერაფერს ვერ მოგვითხრობენ ისინი. არიან აი საშუალო რანგის მცირე პატარა ბურჟუას ფსიქოლოგია აქვთ მათ. როგორ თვითონ იყვნენ კარგად და ამ თავიანთი კარგად ყოფნისთვის რაფასის გადახდას არ უნდა მოუწიოთ, ყველაფერს გადაიხდიან. ადამიანისთვის დანის დარტყმა რო დაჭირდეს, ჩემი თვალთახედვით აი ამ ქართული ოცნების ლიდერებს, ხო, კობახიძეს, პაპუაშვილს, ესეც შთაბეჭდილება რჩება. შეიძლება ვცდები, რომ დანას დაარტყამენ ადამიანს თავიანთი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე წავლენ ამას. ყველაფერზე წავლენ, ყველაფერზე მიდიან. აი მე გაოცებული ვარ ხოლმე, რომ აი რაღაც საკუთარი ძალაუფლებრივი თამაშისთვის მათ პოლიტიკურ ველზე რამდენჯერმე დაატრიალეს არმენოფობიის არგუმენტი. ეს ფეხბურთზე იქნებოდა, რაღაცა ოპოზიციური პარტიის ლიდერებზე თქვეს, რომ ეგენი სომხები არიან, თან ეს ფარისევლურად ჩვენ დიდ პატივს ვსევთ უძველეს სომეხ ხალხს და თან ცდილობ, რომ აი ამ რაღაცა ეროვნების საკითხის გათამაშებით გააშავო ოპონენტი, ხო? აი ამ დონემდე მივიდნენ, აი ესეთ თემებს შეეხნენ, ნაციონალურ ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებასაც ზოგიერთ შემთხვევაში არ ერიდებიან, რომ რაღაც თავიანთი პოლიტიკური თამაში გამოიტანონ სამზეოზე და თავიანთი რაღაც ფორმულები რეალობად აქცია. ხო, კი ბატონო, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ვითარებაში, როცა ეს ხელისუფლების კონსოლიდაცია ხდება, საზოგადოებას რა გზა რჩება მერე? ხო, ახლა იქ თუ ახლა მედიის სოლიდარობის მარში იყო დღეს, ხო, მედიას ალკე კანონი მიუძღვნეს და იქაც კრძალავენ უცხოეთიდან რაიმე დაფინანსებას და ნუ 1000 კონტროლი იქნება და ნახოთ როგორ არ ასრულებენ, ეს კიდეც ალკე საკითხია. ხო, არასამთავრობოებს საერთოდ აკრობენ, გვეუბნებიან რომ ოპოზიციას აკრძალავენ
ამას პირდაპირ გეუბნებიან და ივანიშვილმა პრინციპში დაანონსა ხო არჩევნების წინ გადაცემაში რომ ეს ოპოზიცია არ იქნება და იქნება კარგი ახალი უკეთესი ოპოზიცია გუში კახი-კაშვილი აქ ჩვენს ეთერში ამბობდა რომ ამას მალე შეასრულებს ივანიშვილი რაღაც თავის ოპოზიცია იქნება კახი-კახვილი ეხლა ვინ არის პარლამენტში არ არის პარლამენტში არ არის როგორც მუხტი პარტიაშიც არ არის იმიტომ რომ ასე პოზიციონერებს როგორც პოლიტიკოსი ქართული ოცნების წევრი როგორც არ პოზიციონერებს და ვერ გეტყვით ხო მაგრამ რომელ პარტიას ეკუთვნის ხო ნამდვილად იცის ოცნების და ივანიშვილის გეგმები ალბათ და ნუ ეს დაფარული არც არის, იმიტომ რომ ივანიშვილს მართლა პირდაპირ აქვს ხა ის ინტერვიუ მეც გამახსენდა რომ არჩევნების წინ პირდაპირ ამბობდა ამას რომ ეს რა ოპოზიციაო, ეს არ არის ოპოზიცია, ხალხო ოპოზიცია, მე იქნება ამათ მოვასუფთავებთ არჩევნების მერე და ამას ხა ასრულებს ყველაფერს და ამ ვითარებაში ანუ საზოგადოებას რა გზა აქვს? რა უნდა გააკეთოს? საზოგადოებას აქვს ერთადერთი გზა რომ წინააღმდეგობა გაუწიოს აი ამ ავტორიტარიზმის დამყარებას. მე მესმის რომ დღეს შეიძლება ჩვენ ვართ ძალიან იმედგაცრუებულები. ვამბობთ რომ არაფერი არ გამოგვდის, ვამბობთ რომ დავიღალეთ, ყველაფერი აბსოლუტურად სამართლიანია. მაგრამ ხელისუფლება როდესაც ჭანჭიკებს უჭერს, ეს ნიშნავს იმას რომ მას უჭირს. როცა არასამთავრობო ორგანიზაციების გასაჩერებლად ერთი კანონი არ ეყო, მეორე არ ეყო და მესამეს იღებს, ესე იგი იქ წინააღმდეგობას გარკვეული შედეგი აქვს. როცა პარტიებს აუქმებს ეს და ან არ რეგისტრირებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პარტიების წინააღმდეგობასაც ფასი აქვს. და ასე შემდეგ, ხელისუფლებას რომ ეშინია, რომ ძალიან ცუდად რომ არიან, ხალხიც რომ გარბის მათი რიგებიდან, სწორედ ამიტომ ცდილობენ რომ რეპრესიები გაამკაცო. და რა თქმა უნდა ჩვენ ვდგებით გზაჯვარედინზე. ქართველ ხალხს, ჩვენ საზოგადოებას ექნება ორი არჩევანი. ან გაჩუმდეს, მოკვდეს, გადაიქცეს რუხ მასად, გადაიქცეს ქვეშევდომების რაღაც არმიად, სადაც ხმას ვერ ამოიღებ. იყო 70 წელი ასე. ან ამ წინააღმდეგობას გაუწევ ხელისუფლებას. თუ ესე იყო 70 წელი, ესე მარტივად შესაძლებელი არ არის. იმ 70 წელიწადში მეტრო გაკეთდა, უბინაობის პრობლემა გადაწყდა, ჯანდაცვის სისტემა მუშაობდა, განათლების სისტემა დღევანდელს 1000-ჯერ ჯობდა და ასე შემდეგ. ანუ ყველა ავტორიტარიზმს სჭირდება ეკონომიკური სიძლიერე და ეკონომიკური საფუძვლები და ეკონომიკური საფუძვლები ქართულ ოცნებას არ აქვს. აგერ ვარკეთილის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ ეს თვეები და ეხლა საკმაოდ მაღალია და ანუ იმართებიანი პასუხი რა არის? იცით მემარცხენეების შესანიშნავი ანალიზი დადეს ჩვენმა კოლეგებმა მემარცხენე ეკონომისტებმა, ხო? რატომ არ ვახსენებთ ჩვენ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად თუ რამდენჯერ გაიზარდა სოციალური შემწეობის მომთხოვთა რიცხვი? როგორც კი ეკონომიკური ზრდა იზრდება, პირდაპირ პროპორციულად არა, მაგრამ იზრდება ამავდროულად სოციალურად დაუცველთა ან შემწეობის მომთხოვ პირთა რიცხვი. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ კი ეკონომიკა იზრდება ფორმალურად, მაგრამ ის მოგება არ ნაწილდება ამ საზოგადოებაში ისე, რომ სიღარიბე შემცირდეს, ისე, რომ სოციალური შემწეობის მომთხოვთა რიცხვი შემცირდეს. ანუ ჩვენ გვაქვს რაღაცა ზრდა რიცხვებში, ზრდა გვაქვს ვიღაც მილიონერების და ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენების ჯიბეში, მაგრამ ხალხისთვის ეს ციფრები არაფერს არ წულის და ადამიანები ისევ იმავე მდგომარეობაში არიან. ასე რომ, რაც არ უნდა გაწელოს მდგომარეობა ივანიშვილმა, რაც არ უნდა გაწელოს მდგომარეობა ქართული ოცნების წარმომადგენლება, მათ ჭირდებათ ამ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ რიცხვებით და ციფრებით, არამედ ეკონომიკური ზრდა, რომელიც ხალხს კეთილდღეობას მოუტანს და აგრძნობინებს, რომ კი ავიტან ამ ქვეშევდომებას, იმიტომ რომ მაცივარი მაქვს სავსე. არც მაცივარი გქონდეს სავსე, თან ქვეშევდომი იყო. აი ესეთ დონეზე მე ამგონია, რომ ქართველი ხალხი ოდესმე დაეცემა. მით უმეტეს მაშინ, როცა ამ წინააღმდეგობას შედეგები მოაქვს, შეიძლება ძალიან მცირე, მაგრამ ხელისუფლებას ეშინია და უკვე ნახეთ, აი ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც როგორც მე ვიცი შიდა წრეებიდან იყო ლამის ერთადერთი ადამიანი ივანიშვილის გარემოცვაში, რომელსაც ჭკუა მოეკითხებოდა, რომელიც შეკითხვას სვამდა, რომ აი ამას რო გავაკეთებ, რა შედეგი მოყვება, რა პასუხს მომთხოვენ, სისხლი დაიღვრება,
ის ეკონომიკას რა შედეგი ექნება, ადამიანზე ძალადობა იქნება, შეკითხვას მაინც სვამდა და შეიძლება რომ ზოგიერთი გადაწყვეტილება კრიტიკულად შეეფასებინა. ანუ მარტივიანით რომ ვთქვათ, ერთადერთი დაალაგებული ადამიანი იყო და პასუხისგებლობის მქონე. ოდნავ, მაგრამ მაინც პასუხისგებლობის მქონე ადამიანი ამ სისტემაში ისიც მოაშთეს, ისიც გაინაპირებს. ანუ მიიღეს დღეს ისეთი სისტემა საქართველოს ხელისუფლებაში ქართულმა უცნებამ შექმნა ისეთი სისტემა, სადაც არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ყველაფერს შეასრულებენ. შეკითხვას არ დასვამენ, პასუხისგებლობას არ აიღებენ, ერთი ნაბიჯით შორს არ გაიხედავენ და რატო ხდება ეს? იმიტომ რომ მათთან ყოფნა ლილუაშვილებსაც კი აღარ უნდათ. მათთან ერთად პასუხისგებლობის გაზიარება ოდნავ დაალაგებული ადამიანი რო არის და რჩეველი რო ყავს ოჯახში, გამკრიტიკებელი რო ეგრე არ ქნა, ჩვენც დავიღუპებით, აი ესეთი ხალხიც კი მათთან აღარ რჩებია და რჩება აი ეს კლერკები, რომელთაც ნორმალურ სახელმწიფოში ოხანაშვილებს, კობახიძეებს, რა თქმა უნდა, ადამიანები არიან, სუნთქავენ, რაღაცა აქვთ მონაცემები, ხო, რაღაცაში ნიჭიერები არიან, მათ არ გამოუშვებდნენ ბიუროკრატიული მაგიდის მიღმა. იქნებოდნენ შესანიშნავი ეს ბიუროკრატიული კლერკები, მოსამსახურე პერსონალი, ხო, იურიდიული თვალსაზრისით, ხო? მაგრამ ივანიშვილმა აი ეს უსახო ადამიანები პოლიტიკური თვალსაზრისით გამოიყვანა პოლიტიკაში, გამოიყვანა საჯარო სივრცეში და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ ამ სიტუაციაში მაინც ეფექტურად ახერხებს ის თავის თავარი მიზნის მიღწევას, ხო? ხელისუფლების შენარჩუნებას და კონსოლიდაციას ამ ხელისუფლების. შესაბამისად, რატო ფიქრობ, რომ აქ ბელორუსი არ გამოვა? თუ ფიქრობ, რომ გამოვა? ბელორუსი რატო არ გამოვა? იცით, ჯერ ერთი რომ ისინი ტრაქტორებს აწარმოებენ და IT-ში ინვესტიციები აქვს ჩადებული და ჭიათურისნაირი ქალაქები არა აქვთ. მათ ის ქალაქები, რომლებიც იყო ერთ ინდუსტრიაზე დამოკიდებული, გარდაქმნეს, იქ სხვა ინდუსტრიები გააჩინეს, რომ ხალხი არ დარჩენილიყო წამლის გარეშე, ხელფასის გარეშე, არ დარჩენილიყვნენ ისინი მშივრები. ეს მაინც მოახერხებს. მაგრამ ბოლო წლებში GDP-ით ერთ სულ მოსახლეზე გავასწარით ბელორუსს. GDP-ით და ეს საზომები არის ძალიან პირობითი და არსებობს კიდე სხვა მილიონი კოეფიციენტი, რომლითაც სერიოზული მეცნიერები აკეთებენ ხოლმე ანალიზს, ასე რომ მარტო GDP-ს და ზრდას არ უნდა დავეფუძნოთ, მაგრამ მეორე კრიტერიუმს გეტყვით, ხო? აი ახლა თუ თქვენ გადახედავთ საერთაშორისო მედიას და მათ შორის ბელარუსის ოპოზიციურ მედიას, ყველგან წერენ, რომ ლუკაშენკო არის ძალიან ცუდად. რომ რაღაცა თავი ტკივა, არის აქ გადაღლილობა, წონაში მოიმატა, ვეღარ სუნთქავს, გულის პრობლემა აქვს, ხო? და მართლა ნიშნები ჩანს ამის. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ კაცს აცმევენ სამხედრო ფორმას, დგამან სპექტაკლს და მაინც გამოყავთ ტრიბუნაზე. ალაპარაკებენ დიდხანს საინაუგურაციო სიტყვა ლუკაშენკოს იყო ძალიან ესე იგი ხანგრძლივი. ჰოკეის ფორმას ჩააცმევენ, გააგორებენ ყინულის მოედაზე, რომ დაენახოს ხალხს. რომ უთხრას, რომ აი მე ვარ ამ სისტემის მეთაური. ამ სისტემის ბედი ჩემზეა დამოკიდებული. ჩანს ეს კაცი, მიდის ფერმაში, ელაპარაკებას ხვებს, ხო? აქ იუმორი, ანუ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში და ჩვენთან ლუკაშენკოს ფუნქცია ვინ უნდა იყოს საკუთარ თავზე? ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც არსებობს კი, შეიძლება ზოგიერთმა შეკითხვა დასვა. კაცი, რომელიც სავსემთვარეობაზეც კი არ გამოდის თავისი სასახლიდან, ხო? თუ ვინ უნდა იყოს ეს ხალხთან უშუალო კომუნიკაციის და ქარიზმული ლიდერის ფუნქცია, მან ჭირდებათ. რატო? აქამდე არ ჭირდებოდა. რომ ჭირდებათ ეს ამისი ნიშანი ის არის, რომ ყველა კანონს ამკაცრებენ, მარტო რჩებიან, მათგან ხალხი გარბის, არც ერთი ჭკუათ ყოფილი მათ გვერდით არ არის და ეს რესურსი ამოწურვადია მერაბ. ხო? რამდენი კანონი უნდა გაამკაცრონ? ყველა სხვა არ აკრძალავენ და ადამიანებს რაც უფრო მეტად უხშობს სივრცეს, რა თქმა უნდა, ისინიც, ასე იგი, მათაც სული ეხუთებათ და სხვა მოქმედებებს იწყებენ. ასე რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა ზაფხულამდე მიაღწიოს, გადააგოროს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დანიშნოს, მაგრამ აი მე ყველგან ვამბობ ამას. რა ეშველება თქვათ იმ კონფლიქტს, რომელიც წარმოქმნილია ზოგიერთ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, წარმოქმნილია მეზობლებს შორის. რა ეშველება იმ კონფლიქტებს და ჭრილობებს, რომლებიც ივანიშვილმა გააჩინა თაობებს შორის ამ საზოგადოებაში. ეს კონფლიქტები დღეს თუ არა ხვალ მაინც თავს იჩენს და ესეთი ბზარებით დასერილი სისტემა
დიდხანს არ არსებობს. ყველა ის ტოტალიტარული თუ ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, ახერხებდა ამ ბრძარების და ჭრილობების ამოვსებას და მკურნალობას სხვადასხვა მეთოდით და ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და სხვები ყოველდღე აფართოვებენ ამ ბზარებს და ჭრილობებს ჩვენ საზოგადოებაზე და საზოგადოებაში და ყოველდღე კიდევ უფრო მეტი და ახალ-ახალი კონფლიქტები იქმნება და ეს არის თიხის ფეხებიანი კერპი, რომელიც ჩამოიქცევა, იმიტომ რომ ლოგიკურად მარტო პოლიცია, სამთავრობო სისტემა, სახელმწიფოს არ ჭირდება. საკონფყარია, მე არ ვიცი ხა, მესმის, ხო, ოპტიმიზმი ყველაფერი მესმის, არა, ოპტიმიზმი არ არის. მე რა თქვენ რო ამბობთ, აი ერთს გაგაწყვეტინებთ ბოდის გიხდით. მე გელაპარაკე, მე არა ვარ ის, რა ქვია, ზოგიერთი აჟიტირებული პოლიტიკოსები რო არიან საქართველოში, რომ ხვალ ჩამოიქცევა ეს სისტემა, ზეგ ჩელაბინსკში გავიღვიძებთ, მაგრამ მასზე ბრიუსელში ვიქნებით. მე არ გეუბნები, მე გეუბნებით პერსპექტივაზე, 2 წლიან პერსპექტივაზე და არა ხვალ რა მოხდება, ხო? მე გეუბნებით რომ 2 წელიწად შეიძლება უფრო ადრეც, ხო? თანამედროვე პოლიტიკური სისტემა არის სავსე მოულოდნელობებით. ერთ დღეში შეიძლება რაღაც ისეთი მოხდეს, რომ თავიდან ბოლომდე თავდაყირად ადგეს სისტემა, მაგრამ თუ დავაკვირდებით ეკონომიკური ცხოვრების მიმდინარეობას, თუ დავაკვირდებით აი ამ ძალაუფლებრივ ლოგიკას, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს, ისინი 4 და 5 წელი ვერ გაძლევენ. ამ საარჩევნო ციკლს ბოლომდე ვერ მიიყვანენ და ადრე თუ გვიან მოუწევთ კომპრომისებზე წასვლა. ერთადერთი, ასე ვთქვათ, ხელშემწყობი ფაქტორი, რაც მათ აქვთ, ეს არის საერთაშორისო ვითარება. ჩვენს რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში და მათ შორის სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია არის გაურკვეველი. ხვალ რა იქნება კაცმა არ იცის, არავის არ აქვს დღეს თავი რომ ჩვენს რეგიონში შემოვიდნენ და ყარად თავიანთი პოზიციები დააფიქსირონ და აი ამ ამღვრეული წყლით სარგებლობენ და ეს წყალი სულ ამღვრეული არ იქნება. ნელ-ნელა ჩდება კონტურები თუ როგორი და რანაირი წესრიგი იქნება აღმოსავლეთ ევროპაში. ხო, კი ბატონო, მაგრამ დღეს აქ ვართ ჩვენ ამ სიტუაციაში, როგორცაც ახლა ხედავთ ვარი პროტესტი, რასაც ხედავთ, ну, ხან უფრო მეტი ხალხი, ხან ცოტა ხალხი, მაგრამ ამ სიტუაციაში რა უნდა ქნას შენი აზრით იმ ადამიანებმა, ვისაც აქვს პროტესტი, იმისთვის რომ უფრო მძაფრი იყოს ეს პროტესტი და მეტი ზემოქმედება კონდეს და რა უნდა ქნას ოპოზიცია, როგორ უყურებ ამ საკითხს? მე შემიძლია გიპასუხოთ ცოტა უფრო ფართო პლანით. ახლა საწითაოდ ვერ გეტყვით იმ რა უნდა გააკეთოს, რა ქვია, თინათინ ბოკუჩავამ და ასე შემდეგ, მათ რაც არ უნდა გააკეთონ, რა ვიცი, ახლა მკვდარს რო სიცხე გაუზომო, მგონი არანაირი მნიშვნელობა ამას არ ექნება. ზოგადად კი ყველა ავტორიტარული რეჟიმი ჩვენს რეგიონში მარცხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ძალები და პროტესტის მონაწილეები ახერხებენ ხიდის გადებას პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებს შორის. აი ლეხ ვალენსა. ვინ იყო? აი მისი გდანსკის, ხო, მისი გემჩენებელი ქარხნის მუშათა ორგანიზაციის ლიდერი. დაიწყო სოციალური პრობლემით, გადო ხიდი პოლიტიკურ პრობლემასთან და მივიღეთ ჩვენ ცვლილება პოლონეთში. დავანებოთ ლეხ ვალენსას თავი, ხო? გადავიდეთ მე-19 საუკუნეში, ჩარტისტული მოძრაობა, რომელმაც მოუტანა თანამედროვე დიდ ბრიტანეთს და მერე მთელს ევროპას ხმის მიცემის უფლება, დემოკრატიის, ასე ვთქვათ, პირველი ნიშნები, ამორჩეველთა გაფართოება, ეს მოძრაობაც დაიწყო, ასე ვთქვათ, დაიწყო კი არა, ბოლომდე მივიდა 8 საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნასთან ერთად. ანუ მე მარტივად რო ეხა საქართველოს რეალობაში გადმოვედით. თუ რუსთაველის პროტესტის მონაწილეები არ დაინტერესდნენ, თქვათ, პირობითად ჭიათურის პრობლემებით და აი ამ ორი პრობლემის ერთმანეთის გადაკვეთა არ მოხდა, მაშინ არაფერი არ გამოვა. ჩვენთან აი ეს ხალხი, რასაც შენ ამბობ, ხო, შრომელები, მუშები და ასე შემდეგ, აი ჭიათურა ახსენე, ხო, ჭიათურელი მაღარულები გამოვიდნენ ჭიათურაში და რუსთაველის პროტესტი დაგმეს. ის რაც რუსთაველზე ხდება და როგორ უნდა მივიდნენ მათ და ალტინფო მოიყვანეს და აყენეს სცენაზე და ის რა ქვია რუსთაველზე ვინც არიან, იმ ხალხს აგინებენ ფაქტობრივად ეს მაღარუელები და აქ როგორ უნდა გამოვიდეს ეს ძალიან მარტივად არის საქმე მაგ შემთხვევაში. პირველი საკითხი არის ეს არის მათთან კომუნიკაცია. რატო გამოიყვანეს ალტინფო?
მათთან და ეს იმიტომ რომ იმათთან გრძობენ იდეურ კავშირს და არა რუსთაველზე. რუსთაველზე ყოფნებს ალბათ ისინიც რაღაც არ ვიცი ლიბერალისტებს და რაღაცებს ეძახიან სავარაუდოდ. ნახეთ მე რა. მაგ თქვენი ლოგიკა არის მართალი მხოლოდ ერთ შემთხვევაში. თუ ჩვენ არ დავსვამ შეკითხვას, ვინ ჩავიდა ჭიათურაში? ვინ დაელაპარაკა მათ? ვინც ჰქონდა მათთან კომუნიკაცია წლების განმავლობაში? ვინ ცდილობდა მათთან ქსელის გაბმას? ხო, ცდილობდნენ ეს ულტრამემარჯვენეები და ბნელები და ფაშისტები და ასე შემდეგ. ჩვენ ცდილობდით და როგორც კი ჩადის ხოლმე სოციალური და დემოკრატიული მიმართულების მქონე ძალები იქ და როგორც კი 3-4 დღე მოხდება იქ კომუნიკაცია ადამიანებთან, ისინი ასე ვთქვათ, აცნობიერებენ სად დგას ასე ვთქვათ პროგრესი, სად დგას რეგრესი, ვინ არის ხელისუფლების მიერ კონტროლირებული და ვინ არის სხვა. ანუ კომუნიკაცია საჭირო და მარტო ჩემი კომუნიკაცია ისინი მაინც ხელისუფლებას თხოვენ მე. ხელისუფლებასაც დამსაქმებელთან პრობლემის მოგვარებას ხელისუფლებას თხოვენ და მათი იმედი აქვს და არა თქვენი. ნახეთ, მე დარწმუნებული ვარ თქვენ ეს უკვე შეამჩნიეთ. ამ შემთხვევაში ვითარება უკვე შეცვლილია. მე მაგალითად აღფრთოვანებული ვუსმენდი ბატონ ტარიელ მიქაცაძეს, მაღაროელს, ლიდერს ამ მოძრაობის, რომელმაც კანცელარიასთან მიტინგის დროს მას ამ მიტინგს ვესწრებოდი. უბრალოდ ის კი არ მოითხოვა, რომ ხელფასი მოგვეცით და ფული მოგვეცით და ჩვენო საყვარელო მთავრობა მოდით და თავზე ხელი გადაგვისვით. ეს არ მოუთხოვია. ამ ადამიანმა წამოაყენა უამრავი ინიციატივა. მაგალითად წამოაყენა ინიციატივი მის შესახებ, რომ ჭიათურა და სხვა მონოინდუსტრიული ქალაქები გახდნენ მრავალინდუსტრიული ქალაქები, რომ მარტო მანგანუმზე არ იყოს ეს ქალაქი დამოკიდებული. მაღაროელმა წამოაყენა, ხო ეს წინადადება. იქვე ისაუბრა იმაზე, რომ მე მარტო ჩემი ხელფასი არ მენაღვლება. მენაღვლება ასევე თქვათ როგორი ჰაერი იქნება, მდინარე ყვირილა რაფერი იქნება, ასე რომ შეიძლება ხელისუფლების მიმართ არის მოთხოვნები, მაგრამ მოთხოვნები გაფართოვდა, მრავალფეროვანი გახდა, მოიცავს ეკოლოგიურ საკითხებს, სოციალურ საკითხებს, საკითხებს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულს და აი ესეთი კომპლექსური რთული მიდგომებია საჭირო. აღარ აქტიურობთ, შექმნით რაღაც ორგანიზაცია და მის მერე აღარ ჩანხართ. ხო, ეს ჩანხართ პირობითია, მუშაობთ და ესე იგი ბავშვს დაბადება სჭირდება 9 თვე. მადლობა დიდი. ჩვენ სტუმარი იყო ლევან ვორტიფაინძე, მოძრაობა სოციალურ დემოკრატიისთვის წევრი და ჩვენ უბრუნდებით რუსთაველის გამზირს, სადაც საუნო ჯაფარიძე იმყოფება.